გესალმებით, ფსიქოლოგია და აროსარხზე დღეს გვექნება სასიყვარულო თემატიკის გაშლა, რადგანაც დიდი ხანია ამაზე არნაირი გაშლა არ გამიკეთებია და ბევრს აინტერესებს უბრალოდ რომ სასიყვარულო თემები. გავაკეთოთ დღეს ამაზე გაშლა, ხო? ამ 30 დღის განმავლობაში ვინ შემოვა თქვენს სასიყვარულო სფეროში, ხო? გაშლა ეძღვნება ამას, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, მოისმინეთ. მაქსიმუმ იქნება ეს ახლა 30 დღე, ანუ ამ 30 დღის განმავლობაში ეს მაქსიმუმი, ხო, ვისაც სურს მაგალითად შეუძლია კონცენტრირდეს და ჩაიფიქროს 2 კვირის განმავლობაში ვიღაცას ნაკლები, ხო, ვისთვის როგორ მენა მაქსიმუმი არის 30 დღე. გაშლა აქტუალურია იმ დროდან და დღიდან, როდესაც ჩართავთ ამ გაშლას და მოისმენთ, ხო? ასე რომ ეს იქნება ასეთი პროგნოზური გაშლა ამ 30 დღის განმავლობაში თქვენს სასიყვარულო სფეროში, ასე რომ დავიწყოთ, ხო, დავიწყოთ, გვექნება 3 პოზიცია და კარტები უკვე მორბიან, სასაუბრად გვექნება 3 პოზიცია, დავიწყოთ. ესე იგი, ნახოთ სიგნიფიკაციები ჯერ და ამის მიხედვით ავირჩიოთ, ხო? სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის ახლა, მისი სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა პირველი პოზიციის, მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა და მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა. ხო, იქნება სიგნიფიკაციებით, რაც დაგეხმარებათ, რომ მიხვდეთ ეს სათქვენოა ეს გაშლა თუ არ არის თქვენზე, ხო? აირჩიეთ, რომელი პოზიციაც გინდათ და დავიწყოთ პირველი პოზიციით, ხო? პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, მისი სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე. Destiny. მე ვიტყოდი აქ სიგნიფიკაცია არის უკეთესის იმედით. არის აქ პირველი პოზიციის სასიყვარულო სფერო, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა იყოს ის სიტუაცია, რომ აი რაღაცა სასიხარულო ახალი მოხდა. ვიღაცა ჯერ კიდევ იმედში არის, რომ აი რაღაც ბედი უფრო უკეთეს რაღაცეებს აჩუქებს, ან უკეთეს ვიღაცას აჩუქებს, ხო? ნუ ჩავშალოთ ახლა ჩვენი სიგნიფიკაცია აქ. უფრო ესე პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია და გვაჩვენეთ Destiny-ზე რა თემები აქვს პირველ პოზიციას. ნუ პირველ პოზიციას აქ ელოდება უფრო უკეთეს მომავალს მის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით, ხო? ელოდება ახალ ემოციებს, ახალ გრძნობებს. ან იმასაც დავუშვებ, რომ პირველ პოზიციასთან ასევე შესაძლოა უკვე არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისთანაც რაღაც ემოციები არის, ხო? ასე რომ აქ ვისთვის რა არის აქტუალური? ვიღაცას უკვე ვიღაცა ყავს ისეთი, ვისთანაც რაღაც ახალი ემოციები წამოვიდა და გრძნობები, ხოლო ვიღაც პირიქით ელოდება, რომ აი ახლა რაღაც სიტუაცია შეიცვლება და რაღაც ახალი მოხდება და სასიხარულო, ხო? აი უფრო ეს სიგნიფიკაცია არის აქ, მაგრამ თავარი სიგნიფიკაცია აქ არის ის, რომ ცვლილება, რაღაც ცვლილებების მოლოდინში და ეს ცვლილებების მოლოდინი არის ის, რომ აი უკეთესი რაღაც ბედი გამიღიმებს, რაღაცა უკეთესი მოხდება, ხო? უფრო აი ასეთი სიგნიფიკაცია არის ახლა პირველ პოზიციასთან მის სასიყვარულო სფეროში. კარგი, თუ რეზონირდა ეს სიგნიფიკაცია, აგრძელებთ მოსმენას. თუ ეს სიგნიფიკაცია სასიყვარულო თქვენი სფეროსი ახლა რაღაც არ რეზონირდა, მაშინ სხვა პოზიცია აირჩიეთ, ხო? თუ არც ერთი არ რეზონირდა, უბრალოდ ეს არ არის თქვენი გაშლა, რადგანაც მაინც ეს საჯარო გაშლები ორიენტირებულია დიდ აუდიტორიებზე და ხო, ხდება ხოლმე რაღაც არ რეზონირდება, ამიტომ უფრო დეტალურისთვის, ვისაც სურვილი გექნებათ, უკვე გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. კარგი, დავიწყოთ. ხო, დავიწყოთ ჩვენ. ამ 30 დღის მანძილზე გვაჩვენებთ ის პიროვნება, უმეტესობისთვის ეს არის მამაკაცი, ვინც 30 დღის მანძილზე გამოჩნდება პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში და თვითონ პირველ პოზიციასაც ის როგორც მამაკაცი დაინტერესებს. და რაღაც ემოციებიც კი გაუჩნდება მამაკაცის მიმართ. გვაჩვენებთ თვითონ ეს მამაკაცი. რით გამოჩნდება ეს მამაკაცი პირველ პოზიციასთან მის სასიყვარულო სფეროში, რით გამოჩნდება და რას მოგიტანთ ეს მამაკაცი თქვენ სასიყვარულო სფეროში, რით რას მოგიტანთ. თვითონ მამაკაცია, თვითონ მამაკაცი. ქსენი პენტაკლი. ეს არის ისეთი მამაკაცი, ვინც ნუ ასეთია, თუ ის ვისაც ესაუბრება ახლა პირველ პოზიციას, ხო, იქნებ ეს. მე ვფიქრობ. არ გამოვრიცხავ, რომ პირველ პოზიციას კონდეს უკვე რაღაც გარკვეული კომუნიკაცია, აი ამ ვიღაც მამაკაცთან აქ.
თუ პირველ პოზიციაში ახლა ფიქრობს, რომ საერთოდ არავინ არ არის, მაშინ იქნება, რა თქმა უნდა, მამაკაცი, მაგრამ უმეტესობასთან აქ არის ვიღაც ისეთი პიროვნება, ვისაც თქვენ ეკონტაქტებით. და ზოგადად ეს საკმაოდ ისეთი პიროვნება, ვინც ეძებს სტაბილურ ურთიერთობას. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური ურთიერთობები. არ გამოურიცხავ იმასაც, რომ აქ იყოს ისეთი სიტუაცია, რომ ეს პიროვნება უკვე იმყოფებოდეს რაღაც ურთიერთობებში, ხო? აქ შესაძლოა იყოს სამკუთხედები, ოთხკუთხედები და ასე შემდეგ. ასეთ სიტუაციაც არის შესაძლებელი, თუმცა ზოგადად ეს არის ისეთი პიროვნება, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა, ხო? ანუ ძალიან პასუხისგებლიანი პიროვნება და მისთვის ეს რაღაც სტაბილური ფორმატი ძალიან დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს. ამიტომ ეს ასეთი ხო, საინტერესოა. კარგი, ნახოთ კიდევ. თვითონ როგორც მამაკაცი, როგორია? ეს როგორია თავის მიზნების გამო ყველაფერს გააკეთებს თუ პირიქით? კი, როგორც მამაკაცი, აი თუ ვიღაცა მოეწონა, ან რაღაც უნდა, აი უეჭველი ამას მიაღწევს რა, აი შეუძლია მომენტში თავებზეც კი იაროს, კონკრეტულად განსაკუთრებით სასიყვარულო თემასთან დაკავშირებით, რომ მიიღოს ის, რაც სურს, ან მიიპყროს იმის ყურადღება, ვისი ყურადღებაც სურს. ძალიან ესეთი ჯიუტი, მიმწოლი პიროვნება გვყავს აქ სტუმრად, ასე ვთქვათ. ესე იგი, ასეთი ჯიუტი, მიმწოლი, კი. და გეგმის მიხედვით, ანუ 1,500,000 გეგმა აქვს, კარგად დაალაგებს, შეიმუშავებს და შემდეგ მოქმედებს. სტრატეგიულია. კი ბატონო, სტრატეგიული, წინდახედული, ცივი გონებით, ოკეი, საინტერესო პერსონა. კარგი და საკმაოდ სტაბილური პლუს კიდევ. კარგი, გარეგნობა როგორი აქვს ამ? გარეგნობა როგორი აქვს? არ გამოურიცხავ, რომ გარეგნობა აქ იყოს რაღაც თვალებთან დაკავშირებით, ღია ფერის თვალები გქონდეს, ხო? რაღაც უფრო ღია ფერის თვალები, ხო, რაღაც ისეთი ღია ფერის თვალები, თმები უფრო ან დაბალი თმები, როგორ თქვა, ნოლზე შესაძლოა კონდეს ეს თმა, ან უბრალოდ ძალიან მოკლედ შეჭრილი იყოს ეს თმა, რაღაც უფრო ასეთი ასოციაციები მომდის და მუქი ფერის, ხო? მაგრამ აი თვალებს რაც შეეხება რაღაც ნათელი ფერებია მის თვალებში, ხო? კარგი სხეული. სხეული მაღალი აქვს, უფრო სხეული ახლა მაღალი, ვერ ვიტყვი რომ დიდად რაღაც დაკუნთული შესაძლოა იყოს, უფრო მაღალი, რაღაც ბალანსირებული, ხო? საშუალო, არც სუსტი, არც ზედმეტად წონიანი, უფრო საშუალო, ზომიერი, ასე რომ ვთქვათ, და უფრო აქ სიმაღლე იკვეთება. კარგი. ნახეთ. უმეტესობისთვის ეს მამაკაცია და ამიტომ სიტყვა მამაკაცზე გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ რა თქმა უნდა, გენდერს მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ვინც გინდათ ის მიიღეთ, ხო, რა გენდერიც თქვენთვის აქტუალურია. კარგი, ესე იგი თვითონ მამაკაცი, რით გამოჩნდება, ხო, თქვენთან ეს მამაკაცი, რა? ძალიან აქტიური იქნება, თქვენს მიმართ ეს მამაკაცი, ძალიან აქტიური იქნება, ბევრს აქტიურებს, რაღაც სპონტანური იდეები შეიძლება გამოჩნდეს და მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და ზოგადად რაღაც ახალი შემოთავაზებებით და თავისი ინტერესებით გამოჩნდება იმით, რომ აი მე მომწონს ეს და მოდი გავაკეთოთ ეს ასე. რაღაცა ასეთი რაღაცეები, ხო? კარგი, და რისთვის მოდის მე ეს მაინტერესებს და ეს მამაკაცი რისთვის მოდის პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში. ემოციებისთვის, რომ მოგართვათ ემოციები, აქ სასიამოვნო პაემნები, შეხვედრები, რომანტიულობა, რაღაც ახალი დასაწყისი, არის აქ პერსპექტივა. ესე იგი არის ამ მამაკაცთან პერსპექტივა. კი, ბედის ფორტუნა. აქ არის პერსპექტივა, კი, აქ არის პერსპექტივა, თუმცა გააჩნია, ხო, როგორ და რანაირად, მაგრამ პერსპექტივები აქ არის. კარგი. რას მოგიტანთ მამაკაცის გამოჩენა? ოკეი, რას მოგიტანთ? ეს გამოსვლას აქედან თუ ეს ასეთ გამოცდილებას მოიტანს, თუ ვიღაცის გაშვებას? გამოსვლას, გამოცდილებას.
არა, გამოსვლას. მე ვიტყოდი გამოსვლას, აი ასეთ წარსული, თქვენი წარსული არც ისე სასიამოვნო გამოცდილებების დახურვას. თუ იყო ვიღაც მამაკაცი ან მამაკაცები წარსულში, ვინც გული გატკინათ, ხო, ნუ მამაკაცი ქალი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა გენდერს კიდევ ერთხელ, ერთი სიტყვით ადამიანები ან ადამიანი თქვენ სასიყვარულო სფეროში ვინმეც გატკინათ გული. ნუ არც ისეთი და სასიამოვნო ისტორიები გადაგხდათ თავს ამ ადამიანთან, ხო? აი, საბოლოოდ ამ ყველა ისტორიის და სცენარის დახურვა. ერთი სიტყვით მე ვიტყოდი პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში ეს მძიმე ეტაპის დახურვა. დასრულება, აი საბოლოოდ ის ტოქსიკური სცენარი, რასაც თამაშობდით გაუცნობიერებლად თუ ცნობიერად თქვენ სასიყვარულო ურთიერთობებში. ამის საბოლოოდ დანგრევა. მე ვიტყოდი ეს პარტნიორი დაგეხმარებათ თქვენ, რომ რაღაც ახალში გახვიდეთ, სადაც გექნებათ პერსპექტივები. არ შეხვიდეთ ისევ გაურკვევლობებში და პირიქით რაღაც გარკვეულობაში წახვიდეთ, ხო? აი, რეალურად აქ არ იქნება რაღაც ისეთი სიტუაციები, რაც აქამდე გქონდათ, მაგალითად თქვენ პარტნიორებთან. კარგი და აი ეს პიროვნება აქ ვინც მოდის 70 დღის განმავლობაში პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში. ეს პიროვნება უფრო soulmate-ი არის პირველ პოზიციისთვის, twin flame-ი თუ კარმული პარტნიორი, თუ ყველაფერი ერთად. soulmate-ი, twin flame-ი, კარმული. აქ მე ვიტყოდი twin flame-ი შესაძლოა იყოს ვიღაცასთან ეს პარტნიორი. twin flame-ი, თუ კარმული. უფრო twin flame-ი და კარმული, ხო, რაღაც ცეცხლოვანი ტყუპი და კარმული, აი ეს ორი მოდის აქ, ეს ორი ინფორმაცია, ხო? ვიღაცასთან ახლა რადგან საჯარო გაშლა, ვიღაცასთან კარმული იქნება, ვიღაცასთან twin flame-ი, მაგრამ ეს კარმულობა არ ნიშნავს იმას, რომ всё ყველაფერი ცუდად იქნება. კარმულია ყველა ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში, ვინც მოდის, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ კარმასთანაა დაკავშირებული და ბუნებრივია, ვინც ჩდება ჩვენ ცხოვრებაში, შესაძლოა 5 წუთით გამოჩნდეს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი შემოიტანოს. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ მაინც რაღაცა ცუდი და ნეგატიური უნდა მოხდეს, თუ კარმული ვიღაც ჩდება, ხო? არა გერიოთ ეს ამაში. და ზოგადად აი როგორ იგრძნობს ამ პიროვნებასთან კომუნიკაციის დროს პირველი პოზიცია თავს. მე ძალიან საყვარელთ, აი როგორც იქნა არ იგრძნობთ თავს ეულად, როგორც იქნა იგრძნობთ, რომ არის ადამიანი, ვისაც ესმის თქვენი, არის ადამიანი და პიროვნება, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ, გაუზიაროთ თქვენი გრძნობები და ემოციები, რომ თქვენ არ ხართ მარტო. კარგი, ერთი სიტყვით ეს პიროვნება მოდის, რომ დაგეხმაროთ და ზოგადად თქვენ და ეს პიროვნება ერთმანეთს დაეხმაროთ, განავითაროთ ერთმანეთი და იყოთ, ასე რომ ვთქვათ, ერთი ჯგუფი, ხო, ასე რომ ვთქვათ, ერთი ჯგუფი, რომელიც სადაც მიმდინარეობს გაცვლა-გამოცვლა, გრძნობების, ინფორმაციების, ერთმანეთის სწავლება და რაღაც ერთიანად მოძრაობთ ცხოვრებაში. მიდიხართ წინ. ნუ ძალიან მაგარია. კარგი. ამ 30 დღის განმავლობაში ზოგადად ხო ეს პიროვნება მალე გამოჩნდება? ნუ თასები დიდად მალე არ არის. აქ შესაძლოა რამოდენიმე დღე იყოს, ხო? დიდად მალე არ არის. რაღაც ცოტა დრო დაჭირდება ამ ამბავს, ხო? კარგი. მაშინ რა აბყოლებს ამ პიროვნების გამოჩენა და ან გააქტიურებას პირველ პოზიციის ცხოვრებაში რა აბყოლებს? ენერგია, ეს თვითონ პირველი პოზიცია თუ უბრალოდ გარემო ფაქტორები? თუ გარემო ფაქტორებიც არის რაღაც, მაგრამ აქ პირველ პოზიციაში მაშინ რა გააკეთოს, რომ უფრო რა გააკეთოთ და დაასრულოთ თქვენი რაღაც გულის ტკენები, ხო? თუ არის ვიღაცა ვის გამოც ხართ ასე დაასრულოთ ეს ისტორია. თუ უკვე დაასრულეთ ასეთი ისტორიები, მაგრამ უიმედოდ ხართ, არავისი არ გჯერათ, არავის არ ენდობით, გული გაქვთ დაკეტილი, ხო? დროა რომ გული გააღოთ, მიცეთ ადამიანებს შანსი და მიცეთ სიყვარულს შანსი, რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ, რომ რაღაც ახალისთვის იყოთ მზად, დაასრულოთ ძველი, გაუშვათ ძველი და გახსნათ გული ახალისთვის. მესმის, რომ ბევრმა ძალიან წარე გამოცდილებები მიიღო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიჯდეთ აი ასეთ სიტუაციებში და ვიგვემოთ და ვიგოდოთ და აღარავის არ ვენდოთ, რა თქმა უნდა, არა. კარგი და მთავარი შეკითხვა, რაც ბევრს აინტერესებს ალბათ, პირველი პოზიცია ამ მამაკაცს იცნობს, თუ ეს საერთოდ ახალი მამაკაცია. ნუ უმეტესობა, როგორც დასაწყისში ვთქვი, იცნობს. გაქვთ ცნობადობა ამ ადამიანის, ხო? უმეტესობა იცნობს ამ ადამიანს, ხო? უმეტესობა იცნობს. და კარგი რჩევა ამ მამაკაცთან დაკავშირებით და ზოგადად როგორ მოიქცეს
clients. Gaasubtawet, ხო? Gaasubtawet თქვენი სასიყვარულო სფერო იმ ადამიანებისგან და ისტორიებიდან და ისევ დაგვიბრუნეს აი ამ რჩევასთან დაგვიბრუნეს ისევ, რომ აი გაასუბთავეთ თქვენი სასიყვარულო სფერო იმ წარსულის ისტორიებიდან, რაც ჯერ კიდევ გამძიმებთ თქვენ სასიყვარულო და ურთიერთობების სფეროს, ხო? ზოგადად და გავუშვით ეს ყველა ტოქსიკურობა და ნეგატივი, რაც არის თქვენს გულში, თქვენში და თქვენს პირად ურთიერთობებში, ხო? დაიწყეთ ახლიდან ერთი სიტყვით. და არ შეგეშინდეთ აუცილებლად გამოვა ისე, როგორც საუკეთესოდ იქნება თქვენთვის, თავარია ჩვენც ამისთვის რაღაც რესურსები გავიღოთ და ამისი გჯეროდეთ და მივცეთ შანსი სიტუაციებს. წარმატებებს უსურვებ პირველ პოზიციას, იმედია ყველაფერი გამოგივართ, მე ჯერა, რომ პირველ პოზიციას აქ ყველაფერი ექნება მაგრად, თუ რა თქმა უნდა თვითონაც ექნება ამის სურვილი და ვისაც გაინტერესებთ უფრო ვრცლად თემის გაშლა, ჩაშლა, ამის და კიდევ სხვა თემის გელოდებით ინდივიდუალურ გაშლებზე, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა ამ ვიდეოს და გაშლის დალაიქება თუ მოგეწონათ და კომენტარიც დატოვეთ, მიხარია ხოლმე თქვენი უკავშირების კითხვა. მივესალმები მეორე პოზიციას, ვნახოთ მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია, ახლა ამ ეტაპზე რა ხდება თქვენთან. აქ რაღაც ისეთ სიტუაციებია მეორე პოზიციასთან, რომ მეორე პოზიცია რაღაცებს წყვეტს. ან უკვე ვიღაცებმა გადაწყვიტეს, არჩევანი გააკეთეს, ეს გადაიარეს ეს ცხელის სკამის ეპიზოდი და ვიღაცები არიან ამ ცხელს სკამზე ზიან ჯერ კიდევ და რაღაც უნდა აირჩიონ, რაღაც უნდა გადაწყვიტონ და ეს არის ძალიან რთული მეორე პოზიციისთვის, ხო? აი რაღაც ასეთი სიგნიფიკაცია არის ახლა აქ მეორე პოზიციასთან. ვნახოთ ეს სიგნიფიკაცია უფრო ცვლად ვნახოთ. რა სიგნიფიკაცია არის აქ აბა მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში რა ხდება? გვაჩვენეთ. ვიღაცის გამო გულგატეხილობა, ვიღაცის გამო ხართ აქ ნაწყენი გულგატეხილი, ან ამ პიროვნებამ რაღაც რესურსი არ გაიღო, არ ჩადო თქვენთან დაკავშირებით და რაღაცები არ გააკეთას, რო თქვათ ისე როგორც თქვენ გინდოდათ და ამან გამოიწვია ის, რაც გამოიწვია, ხო ის ეფექტი, რომ ახლა მეორე პოზიცია აქ არჩევნის წინაშე, რაღაც გადაჭრა მოგვარებას თემებში იმყოფება, რომ რაღაცები მოაგვაროს, რაღაცები გადაჭრას. ან ამ ადამიანთან ერთად, ან მიმართავთ სპეციალისტს, იქნება ეს ფსიქოლოგი, ტაროლოგი, კოუჩი და ასე შემდეგ, ან მეგობარი შესაძლოა, ან თვითონ ამ ადამიანთან ერთად რაღაც ცდილობთ, რომ რაღაც სიტუაცია გამოიყვანოთ და გადაჭრათ, ხო? და როგორი სიტუაციაა ეს რა სიტუაცია? დასრულდა რაღაც, საერთოდ დასრულდა რაღაც და ეს ძალიან მძიმე არის, იმიტომ რომ სულ მაღალი არკანებია, ძალიან მასშტაბური იყო თქვენთვის ეს სიტუაცია და მასშტაბურია რაც ხდება ახლა და რთული არის ეს, ხო? რის გამოთაც ამოგვიმდა ეს სიგნიფიკაცია. თუ ეს ინფორმაცია რეზონირდება, უსმენთ. თუ არ რეზონირდება, სხვა პოზიციას ვირჩევთ, ხო? რადგანაც გაშლა ზოგადია. კარგი. პოზიტიურ ნოტაზე რომ გადავიდეთ, დავიწყოთ იმით, რომ გვაჩვენეთ მამაკაცი, უმეტესობისთვის მამაკაცი, კიდევ ერთხელ გენდერს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, უბრალოდ უმეტესობა მამაკაცით არის დაინტერესებული და ამიტომ მე ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, თორე რა თქმა უნდა ეს არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ მეხმარება რომ მეტნაკლებად ფოკუსირდე ისედაც ასეთ საჯარო გაშლის დროს. ასე რომ, ხო. კარგი, მაჩვენეთ ის პიროვნება, ვინც ამ 30 დღის განმავლობაში მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში იაქტიურებს, გამოჩნდება და მეორე პოზიციას მის მიმართაც ექნება რომანტიკული გრძნობები და გადმომივარდა იდიოტის არკანი. მაგრამ კიდევ ჩავდებ და ისევ ნახოთ რა მოვა. მაჩვენეთ ასეთი პიროვნება, ვინც ამ ორი კვირის 30 დღის განმავლობაში იაქტიურებს მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში და თვითონ მეორე პოზიციასაც მოეწონება ეს პიროვნება. მაჩვენეთ ეს მამაკაცი, თვითონ ეს მამაკაცი, რით გამოჩნდება მეორე პოზიციასთან, რას მოუტანს მეორე პოზიციას. ისი გამოჩენები. თვითონ მამაკაცი. მამაკაცი. მე ვფიქრობ ეს ის მამაკაცია, ვისთანაც რაღაც ერთნავში ზიხართ. ეს ის მამაკაცია, ვისთანაც ასეთ სიტუაციაში ახლა მეორე პოზიცია, თუ თვითონ ეს მამაკაცია ამ ენერგიებში.
თვითონ ეს მამაკაცი რა თქმა უნდა მძიმე ენერგიებში იმყოფება ახლა მის ცხოვრების ამ ეტაპზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ის მამაკაცია, ვისთანაც ახლა ეს სიტუაცია. 6 მე ვფიქრობ, აქ არის ზუსტად ის მამაკაცი, ვისთანაც აი ახლა რაღაც ასეთი სიტუაცია დაგიტრიალდათ, ხო? ეს არის აი ეს მამაკაცი. და თვითონ ეს მამაკაცი რომ ეჩვენოთ ბედის ფორტუნა, რაღაც ჭრელი მამაკაცია, ხო? შესაძლოა უცხოელიც იყოს, ძალიან ისე კლასიკურ ვარიაციით თუ რაღაც დავაკავშირებთ ინტერპრეტაციას. შესაძლოა იყოს უცხოელი, სხვა ადგილიდან მოგზაური, ხშირად გადაადგილებები და ზოგადად ეს თუ არა ძალიან მრავალფეროვანი ჭრელი ადამიანი. მომენტში შესაძლოა არც იცოდეს ზუსტად რა სურს, რანაირად, როგორ, რაღაცნაირად უჭირს რა ამ ყველაფრის ცოტა აი პირველ პოზიციასთან ხო ძალიან ისეთი სტაბილური ვიღაც იყო, აქ კიდე პირიქით. ამ მამაკაცის გარეგნობა. თუ არე, მისტიური გარეგნობა, ემოციების წაკითხვა მის სახეზე რთულია, ზოგადად ემოციებს არ აჩვენებს, რაღაც ცივი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი. რაღაცნაირად იზიდავს ენერგეტიკულად, შეიძლება გარეგნობა ქონდეს რაღაც ისეთი მელანქოლიური რაღაცა, ხო? ცისფერი თვალები შესაძლოა ჰქონდეს, რადგანაც წყლის სტიქია გვაქვს აქ. მაგრამ ისეთი გარეგნობა რა, მართლა რაღაც მისტიური, მაგრამ ზოგადად პიროვნებას აქ ძალიან ისეთი ენერგია, რაღაც ბუნდოვანი, რომელიც იზიდავს, რაღაცა ასეთი ენერგიები აქ ამ მამაკაცს აქ. კარგი, რით გამოჩნდება? ეს რა არის, რით გამოჩნდება და მოდი ხელახლა რაღაც. არა. თუ აი რაღაც უცაბედი შემოთავაზ, რაღაც უცაბედად გამოჩნდება აქ, ასეთ ეს რა არის რაღაც ესეთი ხო, აქ როგორი თემაა, იცით, რაღაც ვნების, მიზიდულობის თემა, რომ მაინც აქ მოდის ინფორმაცია, რომ რაღაც მომდის ისეთი ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს რაღაც ისეთ გართობის თემებს რა. სექსის თემა, რაღაც ეს თემა შესაძლოა იყოს, რომ აი ამით გამოჩნდეს, რომ რაღაცა აი ამასთან დაკავშირებული თემებია აქ, რომ აი ის კი არა რომ რაღაც სტაბილური და რა, არამედ გართობის თემა, აი ამით შესაძლოა გამოჩნდეს აქ. კარგი, რას მოგიტანთ? რას მოუტანს და გარკვევას? კი, რას მოგიტანთ რეალურად ამ მამაკაცის გამოჩენა, ამ პიროვნების გამოჩენა, მოგიტანთ იმას, რომ თქვენ უფრო მეტად დააფასებთ თქვენ თავს. უფრო მეტად გაერკვევით, რა გინდათ და რა არ გინდათ, ხო? რაღაცნაირად ამ მამაკაცის გამოჩენა გეხმარებათ თქვენ იმაში, რომ აი რას ეძებთ, ხო? რას ეძებთ ზოგადად ურთიერთობაში, ან როგორ რაღაცას ეძებთ, ან სად გრძნობთ თავს უფრო კარგად, რაღაც თითქოს და ამ ტოქსიკური სიტუაციებიდან გამოხვიდეთ და აღარ მიცეთ არავის უფლება, რომ შემოგთავაზოთ რაღაც გაურკვეველი და არასტაბილური და ჩაგითრიოთ ამაში. ასე რომ ვთქვათ, ამ მამაკაცის გამოჩენა დაგეხმარებათ თვით განვითარებაში, რომ აირჩიოთ ისეთი მამაკაცი, ვინც რეალურად მზად არის რაღაც ისეთი შემოგთავაზოთ, ხო? ასევე მინდა ვთქვა, ვისთვისაც აქ გართობის თემები აქტუალურია, ესეც შეიძლება აქ, რადგანაც აქ კი არის მოდის ამ სიტუაციებით ეს მამაკაცი. კარგი და რეალურად რა შედეგს მოიტანს ტიპის გამოჩენა? ახალი შანსი შესაძლოა იყოს აქ, რომ რაღაც ახლებურად წარიმართოს ამ პიროვნებასთან, ან რაღაც ახალ სტადიაზე გადახვიდეთ. თუმცა ეს ცოტა ესეთი დროში განწელილი პროცესი შესაძლოა იყოს აქ. და ზოგადად პერსპექტივები ამ მამაკაცთან აქვს პირველ პოზიციაზე, პირველს მეთქი მეორეს. კი, არის პერსპექტივები. მაშინ რა უნდა გაითვალისწინოს ამ მამაკაცთან დაკავშირებით მეორე პოზიცია? რომ იყოთ ყურადღებით, დაიცვათ თქვენი ინტერესები, თქვენი სივრცე, თქვენი საზღვრები და აირჩიოთ ის, რაც თქვენს გულს უნდა. აი შინაგანად რაც გინდათ და არ დათანხმდეთ იმაზე, რაც თქვენ არ გინდათ და მამაკაც უნდა.
რადგანაც ის მამაკაცია, ან რადგანაც რაღაც ზეწოლას შესაძლოა გააკეთოს, რომ აი, მოდი ასე და რაღაც ზედმეტად ზეწოლა ან манипуляცია იყოს აქ და თქვენ არც გინდოდეთ, მაგრამ რაღაცნაირად თქვათ კი, ხო? აი, ასეთი რაღაც არ გააკეთოთ, არამედ მოუმწმინეთ თქვენ თავს და თქვენ რაც გინდათ და როგორც გინდათ და რაც გაინტერესებთ, აიჩეთ ის. აი, ეს უნდა გაითვალისწინოთ აქ. კარგი. დასაწყისში აქ კი ვთქვით, რომ სავარაუდოდ ამ მამაკაც იცნობს და ესაუბრებით, მაგრამ ამ მამაკაც იცნობს ახლა მეორე პოზიცია თუ საერთოდ ახალი ვინმეა. არ მგონია, რომ ახალია, მე ვფიქრობ, რომ იცნობთ აქ ამ მამაკაც. კარგი, ეს მამაკაცი მალე გამოჩნდება? კი, 6-იანი საკმაოდ მალე გამოჩნდება, სხვათა შორის თან კვერთხები დაგვიშდა. 6, ხო? აქ შესაძლოა იყოს 6 დღე, 6 საათის განმავლობაში, ან ციფრი 6, მაგრამ კვერთხები ძალიან სწრაფი კარტია, ასე რომ ელუდეთ. კარგი, მე მაინტერესებს ახლა რჩევა თქვენთვის, როგორ შეხვდეთ ამ ტიპს, რომ გამოჩნდება, აი როგორ შეხვდეთ? ძალიან რელაქსურად, ანუ რელაქსურად, აბსოლუტურად, ცეხანაც ამოდა, რელაქსურად შეგიძლიათ მიიღოთ ეს ადამიანი, თუ თქვენთვის ეს იქნება აქტუალური, რა თქმა უნდა, მოусმინოთ, თქვენს გაუზიაროთ თქვენი შეხედულებები, ფიქრები, მაგრამ არანაირი ხმლები, არანაირი გამიშვი რაღაცების მტკიცება, მე ასე ვფიქრობ, შენ ისე ფიქრობ, რაღაცნაირების მოთხოვნა, წაყენება პირობებს, ეს არ გინდათ, ძალიან ლაღად, მშვიდად, დიპლომატურად, ჩვეულებრივ მიიღეთ ეს ადამიანი თუ მოგინდებათ ეს და შემდეგ უკვე გაირკვევით, ხო? და აი ეს არის აქ რჩევა და ზოგადად რჩევა მეორე პოზიციას აქ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. Pain, თქვენი ტკივილი გაუშვით, ხო? ზიხართ ამ ტკენაში, ზიხართ მაგალითად ვიღაცამ გული გადკინათ და აი იმ დონემდე გტკივათ გული, რომ აგრესიაში და ბრასში რო გადადის და გინდათ რომ რაღაც აი იმასაც ეთკინოს გული ან რაღაც ესეთი, ხო? არ გინდათ. გავშვით ეს ტკენა და ეს ტკივილი, შეგიძლიათ რამეში ჩადოთ, იქნება ეს რაღაც ხელოვნება შემოქმედებითობა, ხო? გავშვით თქვენი ტკენა და ტკივილი, რომ რაღაც ახალ ურთიერთობაში შეხვიდეთ, ან დაიწყოთ რაღაც ისეთი ურთიერთობას, რაც მოგიტანთ ტკივილს არა, არამედ ბედნიერებას, ხო? ეს არის აქ მნიშვნელოვანი. წარმატებებს უსურვებ მეორე პოზიციას, ვისაც უფრო ვრცლად გაინტერესებთ და დეტალურად თქვენი სიტუაციის განხილვა, ან ამ თემასთან დაკავშირებით, ან კიდევ სხვა თემასთან დაკავშირებით, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ჩემი კონტაქტები მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. ასევე თუ ეს გაშლა მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი არი. მივესალმებ მესამე პოზიციას, ვნახოთ მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე. პროდიუსერებს აქ მესამე პოზიცია აქ რაღაცებს ფიქრობს, ხო? ფიქრობს, გეგმავს, რომ აი ახლა მე შევარჩევ ამ კანდიდატს, ამ კანდიდატს, იმას არ შევარჩევ, ასეთი არ მინდა, ეს მინდა. მე ვიტყოდი, აი შესაძლოა აქ არჩევნის სიტუაციებიც იყოს, რომ მაგალითად ეს მინდა, ასეთი მინდა, აი ეს არ მინდა, ასეთი სცენარი მინდა, ისეთი სცენარი არ მინდა, ხო? შესაძლოა დეითინგ ეპებში ხართ გაფორმებული და იქ ფილტრებში უციდებთ, რომ აი ასეთი, ამასაკის, ხო? მილიონი რაღაცა შესაძლოა აქ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩავსვათ უამრავი ინტერპრეტირება ამ არკანის, მაგრამ თავარი არის ის, რომ თქვენ თვითონ არეგულირებთ აქ რა გინდათ და რა არ გინდათ. და თქვენი სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა ზუსტად არის ეს, რომ თქვენ თვითონ მართავთ, მეტნაკლებად ცდილობთ ან დაგეგმოთ, ან გააკეთოთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, ან მიგაჩნიათ, ხო? აი ეს არის აქ. უფრო ჩავშლი ახლა რომ მივხვდე ზუსტად, ხო? ესე იგი, აქ თვითონ ამ პროდიუსერის სიტუაციაში მესამე პოზიცია და კი არის უმეტესობა ამ ზუსტადაც რო აი ამ ენერგიებში რომ ცდილობს რომ დაგეგმოს, ხო, რაღაცეები. თუმცა ვიღაცეებთან აქ ნაკლებ აუდიტორიასთან, მაგრამ ვიღაცასთან შესაძლოა პირიქით იყოს და ვერ არეგულირებდეს, მაგრამ უმეტესობა ზუსტადაც ის რაც გავაჟღერე, აი ის არის აქ. კარგი, ნახოთ ახლა ჩვენ თუ სიგნიფიკაცია იმთხვევა, აგრძელებთ მოსმენას, ხო? კარგი. ნახოთ, აი ამ 30 დღის განმავლობაში მამაკაცი, რომელიც გამოჩნდება, ზოგადად პიროვნება, რომელიც გამოჩნდება მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროში რომანტიული კუთხით,
და თვითონ მესამე პოზიციასაც ის მამაკაცი პიროვნება მოეწონება რომანტიულ ასპექტში და გაუშვება გრძნობები ემოციები, ხო? გვაჩვენეთ ასეთი მამაკაცი, ვინ იქნება ეს? რით გამოჩნდება მესამე პოზიციასთან? რით გამოჩნდება და რას მოუტანს მისი გამოჩენა მესამე პოზიციას თვითონ მამაკაცი? აშკარად ენერგიული, ძალიან ენერგიული, მიმზიდველი, აქტიური, არ გაჩერდება არაფრის წინაშე, მე ვიტყოდი, ეგრევე გადადის ქმედებებზე. ასეთი მამაკაცია. ასეთი მამაკაცი, ასეთი აქტიური. კი? ზუსტადაც რაღაც იცის რა უნდა და იმისკენ მიუტვის. ეს ასეთი ენერგიულია, ძალიან ენერგიული, ძალიან ცეცხლოვანი სტიქიები ამოუვიდა, თავარი კარტი მისი ცეცხლოვანი, ტუზი კვერთხების და მერე კიდევ 4-ენი კვერთხები, ხო, ძალიან ენერგიულია. არ გამოვრიცხავ ჰოროსკოპის კუთხით, რაღაც სტიქია მის ნატალ რუკაში იყოს წამყვანი ცეცხლის, ან მაგალითად ასცენდენტი ყავდეს ცეცხლის სტიქიაში, ან მზე მაგალითად, ხო, შესაძლოა მთვარეც, მაგრამ ზოგადად გამიგეთ. რასაც ვამბობ, ფიქრობ, ხო? ასე რომ, საკმაოდ საინტერესო. კარგი, რით გამოჩნდება? რით გამოჩნდება ეს? რა ხდება? ვაუ, რით გამოჩნდება? საინტერესოა ნახდათ, რით გამოჩნდება. ეს რა არის? ეს შეცვალოს მესამე პოზიციის სასიყვარულო სფერო თუ აქ რაღაც ესეთ ტოქსიკური სიტუაციებით, თუ აქ რითაც გამოჩნდება, ეს იქნება ესეთი რა, რა თქმა უნდა უცაბედით და რაღაც შემიძლია ვთქვა ისიც, რომ რაღაც თქვენ ზომიერებას და სიმშვიდებასაც დაანგრევს მისი გამოჩენა. რაღაცნაირად აფორიაქებას შემოიტანს მისი გამოჩენა. კიდევ ნახო, კიდევ რით ჩდება თქვენთან. აშკარად არის, რომ გამოჩნდება ეს პიროვნება თქვენ სასიყვარულო სფეროში, აგაფორიაქებთ, რაღაც excited იქნებით. ძალიან არ მახსოვს ქართულად როგორ არის ეგ სიტყვა და რა გავაკეთო. ძალიან აფორიაქთებით, გაგიხარდებათ და თან რომ რაღაცა რო გიხარია და გინდა რომ რაღაც წარიმართოს საინტერესო რაღაც ასეთი შეგრძნება, ამას მოიტანს. აქ რაღაც ილუზორულობაც იგრძნობა, იცით, რაღაც იმედები გაგიჩნდებათ, მაგრამ რამდენიმდე რეალურობას შეეფერება და შეესაბამება ეს მოლოდინები, ხო? ეგ უკვე სხვა კითხვაა, იმიტომ რომ აქ არის რაღაც დესტრუქციული მის მხრიდან, რაც უკავშირდება გაურკვევლობას, არაპროგნოზირებადობას და თვითონაც ძალიან ისეთია, უცებ წამოხდა დაიწყო რაღაც, ხო, უცებ რაღაც გააკეთა, რაღაც თვითონაც ასეთი ტიპაჟია და ამიტომ აქ არის რაღაც მოულოდნელობის ეფექტი მისი ქმედებების მხრიდან, ხო, ზოგადად რა თქმა უნდა, ახლა რაც არ უნდა გეგმოთ და რაღაცები ცხოვრება ისეთია, არასდროს არ იცი რა მოხდება, მაგრამ ეს ადამიანი საერთოდ ძალიან სპონტანურია, მე ვფიქრობ. კარგი და რისთვის ჩდება მესამე პოზიციას? იმისთვის, რომ თქვენ გამოგიყვანოთ ასე ცივი დედოფლის პოზიციიდან. იმისთვის, რომ მესამე პოზიცია შესაძლოა უკვე კარგა ხანს, ან რაღაც დროის განმავლობაში ინჯდა ამ ხმლების დედოფლის პოზიციაში, არ მინდა არავინ, ან რაღაც ძალიან ესეთი face control-ი ქონდა, რომ არ შენ არა და რომ როგორც იქნა, რომ რაღაცნაირად გამოგჭვალოთ ამ პოზიციიდან, ამ პიროვნებამ და რაღაც ახალი ემოციები, შეგრძნებები, ისტორიები შემოიტანოს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში. უფრო რომ რაღაც გაგავღოთ, რომ ამ სიტუაციებიდან გამოგიყვანოთ, იმიტომ რომ ძალიან ჩახვეული აქვს მესამე პოზიცია თავის აზრებში, რაც ხშირ შემთხვევაში სუბიექტურია, რომ ამ ყველაფრიდან გამოგიყვანოთ ამ პიროვნებამ. ამისთვის. და მამაკაცთან არის პერსპექტივა მესამე პოზიციისთვის. აქ ეგ საკამათო თემაა. არის თუ არა პერსპექტივა, ხო? გაჩნია ხო, როგორ იქნება აქ სიტუაცია. თუ თქვენი ინტერესები და მისი ემთხვევა შესაძლოა, მაგრამ აქ იქნება ინტერესთა კონფლიქტი, ხო? შესაძლოა თქვენ და ის რაღაც სხვა რამეს ეძებდეთ. და აქ გაჩნია როგორ მოგვარდებით ამაზე. კარგი, რას მოგიტანთ ამ ადამიანის გამოჩენა? რომანტიკას, ავსებას, გრძნობებს, პაემნებს, მაგრამ შიშებს. აქ გაღვივდება მესამე პოზიციის შიშები, რომ არ გამომიყენოს, ახლა მიიღებს თავისას და გაგრძელებს გზას და ეს რაღაცეები გაღვივდება და როგორ მოიქცეს ამ სიტუაციებში საერთოდ მესამე პოზიცია?
ახლებურად არ გინდათ თქვენი ძველი სქემები. ანუ არ გინდათ თქვენი ძველი სცენარები, ასე რომ ვთქვათ, ხო? როგორც იქცეოდით აქამდე სხვა ურთიერთობებში, არ გინდათ იმავე სცენარის გათამაშება აქაც. სხვანაირად მოიქეცით და როგორ? როგორ და მე ვიტყოდი, აი როგორ და ეს ფლირტი, მიიღეთ ეს ფლირტი, თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ფლირტში, თუმცა არ ჩაებათ ამ ტოქსიკურ გაურკვეველ რაღაცეებში და დაიცვათ თქვენი ინტერესები და თქვენი თავი. რა თქმა უნდა, აქ როგორ რაღაცაა, იცით? მიიღოთ სიამოვნება ამ სიტუაციიდან, მიიღოთ ყურადღება, კომპლიმენტები, თუ ადამიანი სადმე დაგპატიჟებთ და თქვენ ადამიანი მოგწონთ და მასთან რაღაც მისი კომპანიაც მოგწონთ და მასთან კომუნიკაციაც სასიამოვნოა, რატომაც არა შეხვდით, გაატარეთ სასიამოვნო დრო, ხო? თუმცა თუ ხვდებით, რომ რაღაც ამ ადამიანს ახლა ძალიან ტოქსიკური სცენარები აქვს და თვითონაც არ იცის რა უნდა და რას ეძებს, აღარ ჩაყვეთ მეტი სიღრმეში, ხო? რომ არ გაებათ რაღაც გაურკვევლობაში. რაღაც ასეთი რჩევა არის აქ. და ზოგადად როგორ იგრძნობს ამ ადამიანთან კომუნიკაციის დროს თავს? კომფორტულად. მე ვიტყოდი, აქ ძალიან ბევრი ემოცია წამოგივათ ამ ადამიანთან კომუნიკაციის დროს. შფოთვა წამოვა და რაღაც თქვენი შიშებით და თქვენ მოგინდებათ, რომ რაღაც იზოლირდეთ ამ ადამიანისგან, გაექცეთ. აქ გაქცევის სურვილი ჩაერთვება მესამე პოზიციას. რატო ერთვება ეს გაქცევის სურვილი? რომ ისევ არ გატკინონ გული და ამიტომ გირჩევნიათ აკონტროლოთ პროცესი თქვენ და გაექცეთ ამ სიტუაციას, ვიდრე ისევ გაებათ რაღაც კილოში და ეს ასეა თუ არა. რა თქმა უნდა, თუ გინდათ რომ იპოვოთ მეორე ნახევარი, ჯობია რომ ცოტა სხვა ტაქტიკას მიმართოთ, ხო, რაღაც მიცეთ შანსი და ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ, ხო? და არ შეუშინდეთ, აი ეს არის აქ. კარგი რჩევა მესამე პოზიციისთვის ზოგადად. მთლიანად გადმოვარდა ყველა. კარგი, ერთი წუთით ავხიბოთ. კარგი, მოდი ვნახოთ აქ რჩევა. აქ მე ახლა სამ კარტს დავდებ, რადგანაც ფერი დასტა გადმოეყო. რჩევა მესამე პოზიციას. რჩევა მესამე პოზიციას. flow. ნუ მიყვებით თქვენს სევდას, არამედ მიყევით სიტუაციას ნაზად, მაგრამ იფიქრეთ საკუთარ თავის კეთილ დღეობაზე, იფიქრეთ იმაზე, რომ ჩადოთ რესურსი საკუთარ თავში. ეს გულისხმობს იმას, რომ აკეთოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ, შეხვდეთ იმას, ვინც თქვენ მოგწონთ. ანუ თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუ ადამიანთან, თუ ადამიანი მოგწონთ და კომუნიკაცია მასთან მოგწონთ, თქვენზე არის დამოკიდებული საერთოდ ყველაფერი. თუ თქვენ არ მოგწონთ ეს ადამიანი, ან კომუნიკაციის სტილი, ან რაღაც, თქვით, გამოხატეთ ეს თქვით და შეიქმენით ისეთი პირობები ცხოვრების, რაც გესიამოვნებათ. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს მხოლოდ კომფორტულ სახლს, ეს გულისხმობს ურთიერთობებს ადამიანებთან, რომ და არც იმას, რომ რაღაც ეგოისტურები ვიყოთ, არამედ საკუთარ თავზე ორიენტირებულებიც ვიყოთ, ხო, ჯანსაღი ეგოიზმი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ მესამე პოზიციისთვის, რომ რაღაც ტოქსიკურობაში და თამაშობებში არ გადახვიდეთ. აი ეს არის აქ რჩევა. მოусმინეთ საკუთარ ხმას, საკუთარ თავს, მაგრამ ნუ ეცდებით იზოლირებას და ამით ნუ ეცდებით აირიდოთ ეს პრობლემები, რომ ისევ რაღაც არ მატკინონ გული და რაღაცა მირჩევნია მარტო მიჯდე ჩემთვის. რა თქმა უნდა, ეს გამოსავალი არ არის. რადგანაც ეს ასე რო იყოს, ცხოვრება მარტივი იქნებოდა, მაგრამ არა. გამოსავალი ეს არის უსა არ არის, უნდა შეხვდეთ იმ ყველაფერს, იმ ყველა ჩელენჯს, რაც არის თქვენს წინაშე, მაგრამ არ შეგეშინდეთ და ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს, საკუთარ ინტუიციას თავს. და აუცილებლად ყველაფერი გამოვა აქ. წარმატებული მესამე პოზიციას, ვისაც აინტერესებს უფრო სიღრმისეულად თემების გაშლა, ჩაშლა და ასე შემდეგ, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიასთან, ჩემი კონტაქტები მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ. თუ ეს გაშლა მოგეწონათ, აუცილებლად ლაიქ და კომენტარეთ და რა თქმა უნდა, არ გადაუწყვეთ ჩემი არხის გამოწერა. წარმატებებს გისურვებთ ყველას.